პირველი თემა, რომელიც ყველას ძალიან აწუხებს, ეს არის ლარის და დოლარის გაცვლითი კურსის საკითხი. თქვენ იცით, რომ საკმაოდ სერიოზულად გამყარდა დოლარი ლარის მიმართ და პირველი მიზეზი ამისი არის ის, რომ არა მარტო დოლარი ლარის მიმართ გამყარდა, რომ მთელ სოფლიოში გამყარდა დოლარი, 7 წლიან მაქსიმუმს მიაღწია თავის ბოლო 7 წლის განმავლობაში ყველაზე მყარი არის. ეს არის შედეგი ბენ ბერნანკის ყოფილი ამერიკის ფედერალური საზღვაო სისტემის ხელმძღვანელის იმ ეგრეთ წოდებული შერბილებული პოლიტიკის, რომელსაც ერქვა იაფი ფულის მიწოდება ბაზარზე 80 მილიარდ ბონდს ყიდულობდა ყოველ კვირეულად და ბუნებრივია ამ ფულს ისროდა ბაზარშია, ბუნებრივია ფინანსების პროცენტით 0.25% იყო და დარჩა დღესაც შეერთებულ შტატებში. ამან საბოლოო ჯამში შეერთებულ შტატებში ეკონომიკის ზრდა საკმაოდ მაღალ დონეზე 2.99%-ზე აიყვანა. ის მსოფლიოში ყველაზე მყარად ვითარდება დღეს იაპონიასთან ერთად. დანარჩენი მსოფლიო, მათ შორის ევროპის ზონის ქვეყნები და ევროზონის ქვეყნები და ბუნებრივია განვითარებადი ქვეყნები საკმაოდ რთულ, ასე ვთქვათ, მძიმე პერიოდს განიცდიან. ეს რატომ არის ჩვენთან დაკავშირებული გარდა იმისა, რომ დოლარის კურსი გამყარდა, ჩვენი მომხმარებლები არიან, იცით, ჩვენი ექსპორტ-იმპორტის ბრუნვის გეოგრაფია 30%-23%-მდე ევროპაზე მოდის, როცა ევროპა 0.3%, 0.2% იზრდება და რეცესიის ზღვარზეა, მაშინ ბუნებრივია ჩვენი ექსპორტიც ამ ქვეყანაში ცირდება, იმიტომ რომ მოხმარება მცირდება ამ ქვეყანაში. ანალოგიურად არის რუსეთში სიტუაცია, რუსეთ-უკრაინის ომის გამო ორი დიდი პარტნიორი, საოჯრო პარტნიორი ჩვენ ვინც ყავდა, რუსეთი და უკრაინა საკმაოდ რთულ პროცესში არიან. უკრაინა იმის გამო, რომ ფაქტურად ხელისუფლება ყალიბდება ეხლა და ეკონომიკა ომის პერიოდში ძალიან მძიმედ ვითარდება. რუსეთი იმის გამო, რომ თქვენი სანქციებია გამოყენებული რუსეთის წინამდე დასავლეთის მხრიდან და ამან დააზარალა, სერიოზულად დააზარალა რუსეთის ეკონომიკა. იქ გაცვლითი კურსი 50 ლარს ისტორიულ ვიჯი მაქსიმუმს გადავიდა უკვე. იქ დაიწყო უკვე რეზერვების აბსოლუტურად გაფლა, მე ასე ვიტყოდი. ათვისებულია იმ არასაბიუჯეტო რეზერვების უზარმაზარი ნაწილი. ხვალდაზე ნავთობის ფასების ვარდნის გამო $70 ბარელზე ჩამოცილდა გუშინდელი მონაცემებით. თქვენ იცით, რომ რუსეთის ეკონომიკის 70% ამ ექსპორტზე იყო დამოკიდებული. ჩვენ ველოდებით საკმაოდ მძიმე სურათს. ამან შეაფერხა რუსეთში მცხოვრები ქართველი ჩვენი მოქალაქეების ტრანსფერები საქართველოს სავალუტო ნაკადების შემცირდა. უკრაინაში საექსპორტო ნაკადების შემცირდა და ეს ერთ-ერთი გარემოება არის იმისა, რომ დოლარების ნაკადების მოწოდების შემცირების გამო მოხდა ეს კურსთა ვარდნა, რომელიც გვაქვს. შემდგომი ნაწილი ეს არის მსოფლიოს სასაქონლო ბირჟის ბაზარზე, სადაც ძირითადად ყველა საქონელი დოლარში კოტირდება, დოლარით ფასდება, თქვა რაღაც ნავთობი, ამ ბარელი დოლარზე, ხო? იქ ხორბალი, ბუშელი დოლარზე დაშли. ამ დოლარის კურსის გამყარებაზე ოქროს ფასიანა და ნავთობის ფასიანა დავარდა სასაქონლო ბაზრის მონაწილეთა ფასი და ამანაც იმოქმედა იმპორტის შემცირებაზე და ბუნებრივია სეზონური ფაქტორი, რომელიც გაგვაჩნია დეკემბრის საშობაო ვაჭრობის სახით. ამ ყველაფერს დაემატა ჩვენი პირადი ბიუჯეტის პრობლემა, რამდენიც გინდა ვილაპარაკოთ, რომ არა და კი, როცა ჩვენ ბოლო თვენახევარში უნდა თავის გადასახადეს ამოღებიანად გამოვისროლოთ ბაზარზე 2 მილიარდამდე ლარი, ეს ნიშნავს საკმაოდ დიდ მიწოდებას ლარის ერთბაშად, ერთდროულად, რა თქმა უნდა, ეს დაიბეგრება შემდგომ მიმოქცევიდან გავა იქ ბიუჯეტი, მაგრამ დღეს ამ წუთში ბაზარზე გადის და ეს ნიშნავს, რომ მიწოდება იზრდება და კურსი ვარდება. რა გველოდება? პირველი არის თუ არა ინფლაციის საშუალება. იქიდან გამომდინარე, რაც მე მოგახსენეთ, რომ ძირითადად სასაქონლო ნომენკლატურის მიხედვით, ის რაც არის გადამწყვეტი ჩვენს სამხმარულო კალათაში, პური, შაქარი, ზეთი და იქ ფასები არ გაზრდილი ვარდება პირიქით სოფლიო ბაზარზე, ჩვენთან ამ კუთხით ინფლაციის რისკი ზეწოლა ძალიან ნაკლებია. მაგრამ მეორეს მხრივ არის საქონელი, რომელიც არ წარმოადგენს ამ გადამწყვეტ სასაქონლო კალათას, პომიდორი, ხილბოსტანი თურქეთიდან მოდის და სხვა საქონელი, რომელიც იმპორტზეა დაკავშირებული, იმპორტთანაა დაკავშირებული, რა თქმა უნდა, იქიდან არის გარკვეული რისკი საინფლაციო ინფლაციის ზეწოლის და ვფიქრობ 3.5-დან 4%-მდე იქნება ეს ინფლაცია. რომელიც თარგეტის ფარგლებშია,
გეგმიური ნიშნულის, რომელიც ქონდა ეროვნულ ბანკზე საშუალებას დიდად არ წარმოადგენს. ყველაზე მტკივნეული არის. მე მინდა გითხრათ, რომ შეკითხვა დავსვათ. რა ვქნათ, ლარი რო ცურავს, ბუნებრივია თუ არა ბუნებრივია? ევრო ცურავს. 1.24-დან 1.25-მდე ჩამოვიდა. მაგრამ თუ ჩვენ გავითვალისწინებთ საქართველოში არსებულ რეალობას, სადაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გადაკრედიტებულია. ყველა დოლარიზაციის მაქსიმალური კოეფიციენტი და ყველა დოლარშია აღებული კრედიტი, მათ ყოველ წელს, ყოველ თვეში თვის ბოლოში მოუწევთ ამ სესხის დაფარვა, იქ ინფლაციაზე მეტი მტკივნეული სწორედ ამ სესხის მომსახურება. თუ გაიზრდება რომელიმე პროდუქტზე ფასი, მაგალითად ხორცზე ფასი, არ შეჭამენ ხორცს, მაგრამ კრედიტი როგორ გადაიხადოთ, უზარმაზარ პრობლემა გექნათ. ამიტომ ძალიან მტკივნეული თემაა, ესეთი მიდგომა, თეორიული მიდგომა, რომ რა მოხდა ჩვენ ვარდება ყველგან ცვლილება ხდება, ყევა ყველგან ხდება და ამაში არაბუნებრივი არაფერი არ არის, ბუნებრივია არაფერი არ არის, გარდა იმისა, რომ სოციალურად ძალიან მტკივნეულებად რამდენიმე ასობით და ათასობით მეტი ლარის გადახდა უწევთ, რომ სასმამსახური. შემდეგ კითხვა შეიძლება დაგებადოთ, რომ რა შეება ეროვნული ბანკი, რა თქმა უნდა ეროვნული ბანკი განაგებს მონეტარულ პოლიტიკას, ეროვნული ბანკი აკვირდება ბაზარს, ეროვნული ბანკი ელოდება არის თუ არა ეს ტრენდი. თუ ეს გაგრძელებადი ტრენდია, მაშინ ჯობია ლარის კურსი აქ დაფიქსირდეს. თუ ეს არის დროებითი სპეკულაციური ნაწილი, მას ეროვნული ბანკი ინიექციებით და პირველი ინიექცია გააკეთა დააფიქსირებს. მაგრამ თუ ჩვენ სახელზე გვაქვს ის რომ ელემენტარულად ეროვნული ბანკის რეზერვებით გვინდა კურსი დავაბალანსოთ, რომელიც გადავიდა უკვე 1.7-დან 1.8-ზე, მაშინ სწორი არ იქნება, იმიტომ რომ ეროვნული ბანკი გახარჯავს თავის რეზერვებს და დავრჩებით რეზერვების გარეშე შედეგს ვერ მიაღწევს. ეს უკვე ტრენდია. კორექცია არის რეალური. კორექცია რეალური არის თუ რა ამას სწავლობს ეროვნული ბანკი და ბუნებრივია ჩვენ უახლოეს ხანებში გვექნება შედეგი. მე ვფიქრობ შედეგი იქნება ესეთი გაგრძელდება ეს ყევა, დოლარის კურსის გამყარება შეჩერდება წლის ბოლოს მსოფლიოშიც და ჩვენთანაც. ბუნებრივია რაც ტრენდი მზარდი ხარის ტრენდი იყოს. აქედან გამომდინარე იქნება საკმაოდ ფასებით წამოწეული და ჩვენ მივიღებთ სადაც 4% ინფლაციას, კურსი 1.8-ის ირგვლივ იქნება იანვრის ბოლოს და დარჩება ალბათ სადღაც მაგ მიდამოებში პლუს 10%. ბუნებრივია კიდე ერთხელ გადაინაცვლებს გაცვლითი კურსი ერთი ნაბიჯით ზევით. ჩვენ გვახსოვს შარშანდელი იგივე სიტუაცია 67-დან წამოვიდა და 1.8-მდე მიდიოდა ტრიალებდებოდა ჩამოვიდა 1.72-მდე და დარჩა 1.75-ის ირგვლივ, ხო? ერთი ნაბიჯით კიდე აიწევა. ეს შეესაბამება თუ არა ბაზარზე არსებულ რეალობას. მე გეტყვით რომ შეესაბამება. მართალია სამწუხაროა, მართალია ბევრი იმ ადამიანების შემოსავალი, იმ მილიარდ ნახევარს, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები ტრანსფერზე ურიცხავენ. კურსზე იყო დამოკიდებული იმ ადამიანის შემოსავალი, რომელიც სასამსახურებო კურსზე იყო დამოკიდებული. აი ამ ტკივილნაირი პროცესების გარდა ეს ჩვეულებრივად ყევაჩორობური პროცესია და ბუნებრივად დაფიქსირდება 1.8-ის ირგვლივ პლუს 10%. იანვრის მეორე ნახევარში. რაც შეხება ნავთობს ძალიან ესეთი არაორდინარული სიტუაცია. პირდაპირ რო გითხრათ ანეკდოტორი ხომ, მოდი უხეშად ვილაპარაკოთ, როცა სოფლიოში 107-106 ბარელიდან 151 ლიტრი ბარელი ნედლი ნავთობი ჩამოვიდა $66 კატასტროფული ესეთი ვარდნა განიცადა, არნახული 80 წლების მერე. ერთი რამდენიმე 7 წლის წინ იყო ესეთი ვარდნა, რაც ჩამოვიდა კიდე 53-მდე მერე ავიდა ზევით. ეს არის მე მინდა გითხრათ უპრეცედენტო გაიაფება ნავთობის და საქართველოში ნავთობი ფაქტიურად არ შეცვლა, მოდი ესე ვილაპარაკოთ. უფრო მეც გეტყვით. ერთ-ერთი ნავთობ კომპანიის გასამართ სადგურებში გაიზარდა 20 თეთრითაც კი. მაგრამ პირველად საქართველოში შემოვიდა, მართლა შემოვიდა პირველად ისტორიაში, ბოლო ხანაში, ბოლო 10 წელი ნავთობის მაღალი ოქტანობის ხარისხის სუპერის ნამდვილი საქმე. ეს არის თქვენ დავასახელებ ვისოლის სუპერი, ეს ღირს 42-43 არ შემეშალოს, მაგრამ გაიზარდა, მაგრამ ის ნამდვილად სუპერია გაძლევთ.
ანუ რა არის მიზეზი? ამ დარბაზში ჩვენ რამდენიმე თვის წინ, რამდენიმე წლის წინ აქ არ ყვევდით ამ სიმართლეს და მაშინ ამბობდით რომ თავარი ის კი არა ნავთობი გაიაფთება თუ გაძურდა. თავარი არის ის რა ნავთობს და რა ბენზინს ყიდულობ ჩვენ. თქვათ როცა ასხამთ ავში 40 ლიტრად, ის არის 40 ლიტრა ტექნიკურად სტანდარტულად გასწორებულია, რო ასხამთ ოქტანობას სუპერს 98-ს არის ის სუპერი, იმიტომ რომ ამას ძალზე დიდი მშობა თქვენ ის იგივე არ წყვის ბენზინი, იგივე ოქტანობის ბენზინი წაგიყვანთ გაცილებით მეტ კილომეტრს, ვიდრე აი ეს უხარისხო ბენზინი. ანუ წინ ჩვენ ვაღიარეთ ახლა არსებული სიტუაციით, რომ წინა წლებში ბოლო 10 წლის განმავლობაში ტოტალურად რაოდენობრივად ვაკლებდით მომხმარებელს და ვაკლებდით ხარისში. ეხლა ამას ვასწორებთ, აი რა ქვია, 40-ს და სარგებლობთ იმით, რომ იაფთება ნავთობი, ეს გვაძლევს საშუალებას, რომ გამოვასწოროთ ჩვენი ნავთობკომპანიების შეცდომა და ვამტკიცებთ იმას, რომ ნავთობკომპანიები ბოლო 10 წლის განმავლობაში უხარისხო ბენზინი და ნაკლები რაოდენობის ბენზინით ყვებაოდნენ საზოგადოებას. დღეს ღვთისმწყალობით ხორციელდება ეს პროცესი ამის გამოსწორების და იმედი აწი არც ოქტანობით იქნება დაზარალებული ჩვენი მომხმარებელი და არც რაოდენობით. ბევრად ხარისხიანს, რა თქმა უნდა, აი იმ ცოდვებს რაც ქონდათ ადრე იმას ასწორებენ, ბევრად ხარისხიან და ოქტანობის ზუსტ ოქტანობის ბენზინს მიაწვდიან და რაოდენობასაც მინდა ხაზი რაოდენობრივადაც ზუსტად მიაწვდიან. ეს არის თავი. ეს არის კალკულაციის ის ნაწილი, ჩვენ რო სწავლობთ, იმიტომ არ შეიძლებოდა მაშინ ესეთი დაბალი ფასი ქონებოდა ნავთობს, არ შეიძლება ეხლა ესეთი მაღალი ფასი ქონდეს ნავთობს. აი ეს არის ჩვენი კვლევის საგანი. კალკულაციის მიხედვით მეტრიკული ტონა გადასვლა, დანაკარგების რაოდენობა, აორთქლება, ბაზარზე ღირებულობა, პლაცზე ღირებულობა $1100-დან 850 ჩამოსვლა. აი ეს ყველა საკმაოდ რთული პროცესია ანალიზისთვის, რომ ახლა ტელემაყურებელი ამით დრო დავაკარგინოთ. აი ეს ანალიზი ცხადყობს, რომ დღეს საქართველოში უახლოვდება რეალურად პლაცის ბენზინის პლაცის ფასი და არსებული გასამართ სადგურში არსებული სიტუაცია. ახსნადი არის, იმიტომ რომ ემოციურად მომხმარებელთა ერთი ნაწილი ამბობდა, რომ რატო არ იაფთება ნავთობი, ვერ გაიაფთებოდა, იმიტომ რომ ისედაც ძლივს აკონტროლებენ იმ ფასს, დღეს უკვე ბალანსდება იქიდან გამომდინარე, რომ მას აქ საშუალება დააწეს რეალური ფასი. რა თქმა უნდა, ნავთობკომპანიები ბიზნესის არც ერთი სფერო არ გაუშვებს შანსს ხელიდან, რომ მან ზედმეტი მოგება მიიღოს, მაგრამ ამ წუთში რაც მიმდინარეობს, მე მინდა გითხრათ, რომ ეს პროცესი, სადაც ჩვენ ძველ აი ამ ორმოებს ვასწორებთ.